დღეს 9 ოქტომბერს დიდი ქართველი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი უზნაძის გარდაცვალებიდან 75 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში ღონისძიებები იმართება. გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა უნივერსიტეტში მდებარე წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამლოცველოში. ღვთისმსახურება წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ აღასრულა. დღეს 9 ოქტომბერს, როდესაც არის იოანე ღვთისმეტყველი ხსენების დღე, ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა კიდევ მთელი ქართველი ხალხისათვის, ჩვენი ისტორიისათვის და მომავლისათვის და სრულდება 75 წელი უდიდესი ქართველის, გამოჩენილი მეცნიერის, მოაზროვნის, ფსიქოლოგის დიმიტრი უზნაძის გარდაცვალებიდან და არ შეიძლება ეს თარიღი რომ არ აღვნიშნა ჩვენ, მით უმეტეს ჩვენთან მუშაობს ფსიქოლოგიის როგორც საბაკალავრო, ასე სადოქტორო პროგრამა და დიმიტრი უზნაძის შემოქმედების და მოღვაწეობის კვლევა ჩვენ გასული წლიდან გამოაცხადეთ იმ მეგაპროექტად, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი ჩაუდგა სათავეში და რომელსაც ქვია დიმიტრი უზნაძე დაბრუნება. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ეს უდიდესი მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა მოღვაწეობის სრულად განსხვავებულ სფეროებში, თქვა პოლიტიკაში და ფსიქოლოგიაში, ღვთისმეტყველებაში და ფილოსოფიაში და ამიტომაც რა თქმა უნდა დღეს არა მარტო ვიხსენიებთ მას, ვახსენებთ ამავე დროს ჩვენ საზოგადოებას, რომ დიმიტრი უზნაძე არის ქართველებისათვის იმ მნიშვნელობისა და სიდიდის ბუმბერაზი პიროვნება, რომლისთვისაც ქართველს მთაწმინდა აქვს ყოველთვის განსაზღვრული. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, გინდა თუ არა აუცილებელია იქ დაგეცალოთ იმისაც, რომ ვიცოდეთ მისი მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენთან გარდა ეკლესიაში გადახდილი დღევანდელი წირვა ლოცვისა და იქ დიმიტრი უზნაძის სულის მოხსენიებისა ჩვენ საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის უნივერსიტეტში აქ ჩვენს სამლოცველოში ვიხდით დიმიტრი უზნაძის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და იაქვე უზნაძის ქუჩაზე, ჩარხო უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს, სულ რაღაც ჩვენ უნივერსიტეტიდან 70 მეტრში არის მისი სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა, სადაც არის მემორიალური დაფა და ჩვენ დღეს ამ დაფას შევამკობთ ყვავილებით და საზოგადოების ყურადღებას კიდევ ერთხელ მივაქცევთ ამ ფაქტისადმი და თუნდაც გამლეს რომ იცოდეს, რომ ჩვენთან საქართველოში მის დედაქალაქში, თბილისში და აი ამ ძველ ქუჩებში ცხოვრობდნენ ძალიან დიდი გამოჩენილი და არაჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა ხსოვნა არის ყველაზე უფრო დიდი გაკვეთილები ჩვენი მომავალი თაობის აღსტისათვის. პანაშვიდის დასრულების შემდეგ სასულიერო და საერო პირებმა დიმიტრი უზნაძის საცხოვრებელ სახლზე განთავსებული მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე ამ სახლში 1917-1950 წლებში ცხოვრობდა. მემორიალური დაფა განთავსებულია უზნაძის ქუჩის 91 ნომერში. ჩვენ პატივს მივაგებთ დიმიტრი უზნაძის ხსოვნას, ქართველი მეცნიერის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ფსიქოლოგიის მეცნიერებას, გახსნა პირველი კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღზარდა რამდენიმე თაობა უნივერსიტეტში და ამით დაამკვიდრა ეს დარგი ფართოდ ქართულ მეცნიერებაში. მას რა თქმა უნდა სხვა სფეროებშიც დიდი დამსახურება აქვს, მაგრამ მე როგორც ფსიქოლოგი მაინც ამას წამოვწევ წინ, რომ დღესაც ფსიქოლოგიის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძის ხელდასმული ოდესღაც წარმატებით განაგრძობს თავის საქმიანობას და მრავალი სტუდენტი გაზარდა ამ კათედრა. დღევანდელი დღე არა მხოლოდ აი ამ მემორიალური დაფის გახსნას ეძღვნება, არამედ დღევანდელ დღეს დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენცია.
გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს ფინეთის გამორჩეული მუსიკოსი, კომპოზიტორი და აკორდეონისტი ანე მარი კივიმაკი საკუთარ ანსამბლთან ერთად ეწვია. შეხვედრა ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის დეკანმა ზურაბ წკრიელაშვილმა გახსნა და მუსიკოსებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ქართული და ფინური ტრადიციული მუსიკის შესახებ. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღონისძიებაზე ქართული მრავალხმიანობის ნიმუშები წარმოადგინეს. შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა დამსწრეს საზოგადოებას ფინური მუსიკის სასიმღერო და ინსტრუმენტული შესრულების ტრადიციები გააცნეს. ღონისძიებას გალობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ანე მარი კივიმაკი ფლობს ფოლკლორული მუსიკის მთავარ ჯილდოს ეთნოემას. ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს უნივერსიტეტში. გვეწვია ცნობილი ფინელი მუსიკოსი, ფოლკლორისტი, კომპოზიტორი ანა მარი კივიმაკი, რომელიც თავის ანსამბლთან ერთად გვესტუმრა ჩვენს უნივერსიტეტში და გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივი შეხვედრა საღამო მოვაწყოთ, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენი ტრადიციული მუსიკის შესახებ ინფორმაციას. ისინი წარმოადგენენ თავიანთ ხელოვნებას, შეასრულებენ თავიანთ ტრადიციულ ინსტრუმენტებზე, მათ შორის არის გამორჩეული აკორდეონი, რომელიც გარკვეული მსგავსებაა ქართულ ინსტრუმენტთან, ქართულ გარმონთან და ამ მხრივ მოხდება ერთობლივი ეს მუსიცირების ტრადიციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. This is our first time when we are in პირველად ვართ საქართველოში. ეს ჩემი მეგობრის იდეა იყო და მისი წყალობით ჩამოვედით. მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით ანსამბლ მარგალიტის წევრებს. გვქონდა ერთობლივი რეპეტიცია და ერთად შევასრულეთ ქართული და ფინური სიმღერები. ეს იყო საოცარი გამოცდილება და ჩვენი პირველი შეხება ქართულ მუსიკასთან. ვფიქრობ, ერთობლივი კონცერტისთვის საინტერესო ნომერი გამოვა. გარდა ამისა, ანსამბლ დიდგორთან ერთად კონცერტიც გავმართეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებაში სტუმრობა და ჩვენი გამოცდილების გაზიარება გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ვიხარია, რომ საქართველოში ასეთი დაწესებულება არსებობს.